დიდი სიამოვნებით მინდა წარმოადგინო დღეს ჩემი დიასპორა. დიდი მადლობა. პირველ ყოვლისა და მადლობა ყოველსა აღნიშნულ სკოლის ხელმძღვანელობას, გასაკუთრებულად ბატონი გიორგის, მშობლებს, აღნიშნულ პოლიციების ჩატარების დახმარების გამო. თბილისი, ბევრი რამე წერია თბილისზე. ჩემთვის თბილისელი ვარ, ჩემთვის თბილისი არის პირადად ჩემთვის სამყაროს ცენტრი. ჩემთვის არის დედამიწის ერთ-ერთი სალოცავი. ჩემთვის არის მთელი მსოფლიოს ქალაქი, ცენტრი. თბილისელები ეს არ არის განსაკუთრებული რაღაც ეროვნების მიხედვით, სქესის ან რელიგიის მიხედვით, ჩემთვის თბილისელი ნიშნავს ეს არის ძალკე განსაკუთრებული ერი, რომლის მენტალიტეტი განსხვავებულია თავისი ადამიანობით, თავისი სტუმარმოყვარეობით, თავისი ყველაფრიანად, რაც ღმერთისგან ჩვენ მივიღეთ, რაც ეხება, რაც ქვია ადამიანი. მოგეხსენება თბილისში ორთაჭალის ტერიტორიაზე არსებობს 4 სალოცავი. მე ვთქვით, სოფლიოში არ არსებობს ქალაქი, სადაც გვერდით არსებობდეს რამდენიმე სალოცავი. მით უმეტეს ეს არის იმისი ნიშანია, რომ აქ ყველა ადამიანი ინტეგრირებულია, ეს იმის ნიშანია, ყველა ადამიანი თავისუფალია. ორივე სიტყვით მინდა რომ სულად თქვა, მაინც სკოლა და школები русскоязычные арიან. Большое спасибо руководству, Антону Георгию. Большое спасибо вам, присутствующим в зале, за сегодняшний прекрасный день. Спасибо всем, кто принимает участие в сегодняшнем мероприятии. Это мероприятие, по моему мнению, должно распространяться не только в этой школе,
тем более Батон Георгий положил начало этому мероприятию. Мы все, как граждане Грузии, как Тбилиси, обязаны, это наша обязанность, содержать Тбилиси в том аспекте, том виде, что есть. То есть, здесь человеческий фактор имеется в виду. Нигде не существует города, где на одном маленьком пятачке рядом друг с другом существует несколько вероисповеданий. Вы знаете историю, что Вахтанг Оргасали, создавший, обосновавший город Тбилиси, он в мечети, когда заходил, он босиком заходил, это символ уважения к той национальности, той религии. Само слово Тбилиси, я считаю, что это объединяющее слово, означающее одну нацию. Одних людей, которые вне зависимости от вероисповедания, вне зависимости от их происхождения, это является одним такой единым целым, который живут в Тбилиси. Я думаю, мое пожелание, что вот эта инициатива Батона Георгия, которая положила это начало, это не только в интересах здешних, скажем так, этой школы, это в интересах не только самих тбилисцев, это в интересах и самой Грузии, и в интересах мирового масштаба. Я уверен, что вот эта инициатива будет развита, и мы здесь присутствующие всегда будем поддерживать и оказывать посильную помощь, чтобы наш город, наша Грузия расцветала. მართლაც მნიშვნელოვანია აი ესეთი ლამაზი ღონისძიების ჩატარება თბილისის იმ რაიონში, სადაც როგორც ყველაზე მეტია მრავალფეროვნება და ყველაზე მეტია სიყვარული. პროექტი, რომელიც ყველამ წარმოადგინა, მოიწონა და ხარგაუჭირა ქალაქის მემორანდუმი დიდი უგულავამ. თქვენი მონაწილეობა სწორედ მისი დიდი სურვილი იყო და პირადად ხოვა ბატონიობის რომ თქვენი საზოგადოება, თქვენი დიასპორა ყოფილიყო ფართოდ წარმოდგენილი, იმიტომ რომ ჩვენ შემდეგ ალბათ
ქალაქის მიერ და თქვენი წარმომადგენლები, თქვენი საზოგადოების იმ ადამიანებისთვისაც შეიძლება ჩვენზე მეტად გივახდინოთ და ჩვენზე მეტად ეჩობრიურება ჩვენი დედაქალაქი და ვფიქრობთ, რომ აი მან თხოვა რომ ბატონებსაც ეს შემოგზავნა რომ ძალიან დიდი სწორები აქვს რომ უფრო აქტიური და უფრო ფართო თანამშრომლობა შედგეს ქალაქის მუნიციპალიტეტსა და დიასპორის განსაკუთრებით თქვენ დიასპორასთან მიმართებაში. ალბათ ჩვენ სამუშაო ვითარებაში ვერ შევხვდებით ერთმანეთს კონკრეტულ პროგრამას შევიმუშავებთ და 23-ში როცა საერთოდ მუზეუმის ხაზნა იქნება 98 სკოლაში იქ თქვენ დიასპორასაც თავის ღირსეული ადგილი გროვა მე ვიცი რაღაც საჩუქარს დამზადების მუზეუმისთვის როგორც სხვა დიასპორები და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რომ თქვენი მონაწილეობა იყოს უფრო მეტად გამორჩეული ვიდრე შეიძლება მაგალითად ჩემი მონაწილეობა იმიტომ რომ მართლა ის სიტყვა რაც თქვენ ძალიან ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის სიტყვა ეს არის ყველა იმ ენის წარმომადგენელი ყველა ადამიანის ცნობა თბილისისა და საქართველოს მიმართ ვის სათვისმოყრის ხელმძღვანელად თქვენ ხართ არჩეული ეს მართლა ესეა მე მართლა ზუსტად ვიცით რომ ჩვენ ერთმანეთის ის მეგობრები და ის ძმები ვართ ვერანაირი საზღვარი საუკუნე ინფორმაცია რომ ვერ შეცვლის ეს ესეა ამას ყველა ხედავს ვცნობთ ერთმანეთის მიმართ ესეთი ძმური და მეგობრული დამოკიდებულება თორემ თბილისი როგორც თქვენი ისე ჩვენია და ისე სხვების არის და ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ამისთვის დიდი მადლობა სკოლას კიდევ ერთხელ ბავშვებს და იმ არაჩვეულებრივ მონაწილეებს თქვენ რომ დღეს წარმოადგენთ და ჩვენ მოგეცემას ეშველება რომ კიდევ უფრო ფართოდ იყოს თქვენი დიასპორა წარმოდგენილი ქალაქის ღონისძიებებს زيادة أبا عليا قدرة مالا تلبس ما هزرة تلبس من زيادة سو زمان دقليايا دجمو بزور دهل ندايا زمان من إصافة مايا إصافة ما سخلت زيارة أمتم هابن حتى أبهايا داما دبرا وشايا سبيتا روديدا سابد مزيز مزيز فيتسي مزيز مزيز سيفيتسي تتجاري جاتو كوكاس تجيني هم بختو مراس همو ملات الدنيا بدأتكن أشكو شاي أجي قيزة ديني استيا بدأتكم داد روزغا هاي تكوين أراغوالي بوغا ومازغانو أوميتا თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა შავშოხიანო ვაჟებო ჭრილობა ხომ არ შეგხსნია
Daika peravlet, Javede de Canon Bona Hermelet, Shiri Hosabi, Halal Gurgushka, Herya Guruspi, Boy Norwegian Pishka, Os Arab Ajam, Aisoryan Yadır, Elbedil Begem, Chavade Dede Hevinum, Kurdistan Amr, Navi Deşirin, Ez Belki Kırım, Ez Kırdım Dede Hevinum.
გიაცხადა თითოეულ ჩვენ გასმოგცა იმის საშუალება რომ დღევანდელ დღეს გაგვეცნო მშვენიერი კულტურა წარმოგედგინა ის დიდი სილამაზე რომელიც სილამაზის მომწრეს თითოეული ჩვენგანი გავხდით დიდი მადლობა ბატონ როსტომს რომელმაც ასეთი დიდი ენთუზიაზმით გადაწყვეტა ამ პროგრამაში მონაწილეობა და დიდი მადლობა მთლიანად ეზეთა დიასპორას რომლებმაც შესანიშნავი 1 საათი გვაჩუქა ვფიქრობ დღევანდელი დღე არის ეგრეთ წოდებული პროექტის შემაჯამებელი გვირეული მაგრამ დასაწყისი ძალიან ბევრი და ძალიან დიდი სიახლისა რომელიც სიახლესაც ჩვენი ორგანიზაციები ერთობლივად ატარებენ და უფრო მაღალ ასპარეზზე გაიტანენ. ამის ძალიან დიდი დახმარების იმედი გვაქვს, რომ დედაქალაქის მერია კვლავინდებურად იგივე აქტივობით გააგრძელებს თანამშრომლობას და მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო დედაქალაქის მერის ბატონი გიგი უგულავას ძალიან დიდი მზაობა ამ პროგრამაში მონაწილეობისა, რადგან სწორედ ამ პიროვნებამ მოგვცა საშუალება რომ ჩვენ სკოლაში ყოფილიყო ეგრეთ წოდებული ცენტრი ამ კულტურათა შორის დიალოგის, რომელიც ვფიქრობ ძალიან წარადგება ჩვენს მომავალთაობას და ჩვენს ის სიყვარული გვაქვს ჩვენი დედაქალაქის მიმართებაში, ჩვენ თბილისის მიმართებაში, რომელიც სიყვარული ჩვენმა მამებმა გვასწავლეს. და სწორედ ჩვენ ვიღებ ვალდებულებას, რომ ჩვენს პატარა თაობას, ჩვენს მომავალთაობას გადავწეთ და ვაზიაროთ ის ადაწესები, ის სიყვარული და ის ტრადიცია რომელიც ტოლერანტულ დედაქალაქს, ტოლერანტულ თბილისს მარაჯამს თანსდევდა. დიდი მადლობა დღევანდელი დღის თითოეულ მონაწილე მოსწავლეს, თითოეულ ბავშვს, თითოეულ ახალგაზრდას, რომლებმაც თავიანთი ტრადიცია, თავიანთი კულტურა კიდევ ერთხელ ჩვენს დედაქალაქელ მეგობრებს გაუზიარეს. და მე ვისურვებდი, რომ ეს ყოფილიყო საწყისი ჩვენი დიდი მომავლის, ჩვენი ერთობლივი დიდი საქმეების, რადგან ჩვენი დამდგარი შედეგი იქნება, როდესაც ეს თაობა გაიზრდება იმ სიყვარულით, რომელიც სიყვარულით ჩვენ გვაკავშირებს ჩვენ დედაქალაქთან. დიდი მადლობა თითოეულს.